მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. მადლობელი ვარ თითოეული თქვენი SMS-ისთვის, უკუკავშირისთვის და მე კვლავ გთხოვთ იაქტიუროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც არხისთვის, ასევე ჩემთვის. მე გავიგო, რამდენად პროდუქტიულია ჩემი გაშლები თქვენთვის, რომ კვლავ ახალი გაშლებით გაგანებივროთ და მე გავაკეთებ მომავალი თვის პროგნოზ, თებერვლის ტარო პროგნოზი თქვენთვის. განვიხილოთ ყველა სფერო და ასპექტი, რა გელით თებერვალში რჩევასაც ამოვიღებ თქვენთვის. მაშასე თებერვლის ტარო პროგნოზი თქვენთვის. ნახოთ კარიერაში, ფინანსები ნახოთ, ფინანსები, კარიერაში მეგობრებო, მიუხედავად იმის, რომ ძალიან პროდუქტიული, შრომის მოყვარე, ქალბატონი ბრძანდებით და მიუხედავად იმის, რომ თქვენი კარიერა, სამსახური ემოციურად კმაყოფილებას განიჭებთ, ძალიან შემოქმედებითი ადამიანი ხართ, მიუხედავად აი ამ ყველაფრის, რომ სული და გული სამსახურში თქვენ ხართ და თქვენზე დგას ძალიან დიდი ალბათობით აი ეს საქმე, კომპანია და წამყვანი როლი გაკისრიათ, მაინც არის კონკურენცია და გიწევთ ასე თუ ისე აი ამ კონკურენციაში ჩართვა და კონკურენტებთან ბრძოლა, თუმცა თქვენ საკმაოდ დიდი ძალა გაქვთ, რომ მარტივად გაუმკლავდეთ აი ამ კონკურენციას თუ ბარიერებს. თუ რაიმე კომპანია არ არის და კერძო ბიზნესი გაქვთ, თქვენ აუცილებლად მარტივად შეძლებთ, რომ აი ეს ყველა ბარიერი, რაც არის, თქვენს წინააღმდეგ მომართული, მარტივად დაძლიოთ. ფინანსებში შეიძლება თავდაპირველად კრიზისი გქონდეთ, მაგრამ აუცილებლად სხვა გზით განაგრძობთ წასვლას, შეარჩევთ ოპტიმალურ ვარიანტს, შეიძლება აბსოლუტურად შეცვალოთ მიმართულება, ზოგიერთმა თქვენგანმა მიმართოთ თქვენზე უფრო გამოცდილ ადამიანს და მიიღოთ კვლავ და კვლავ ცოდნა, ხომ გაგიგიათ, რომ ცოდნას იბერებდესო, ზუსტად აი ასე, თქვენ იპოვით ადამიანს, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად გამოძვრეთ ფინანსური კრიზისიდან და შეიძლება შეცვალოთ მიმართულება თქვენი საქმის და შეიძლება ახალი წამოწყებაც კი სცადოთ და აქ თქვენ მაღალი ძალები ნამდვილად გიწყობენ ხელს, რომ კვლავ განვითარდეთ და მაღალ საფეხურზე ახვიდეთ. ზოგიერთი თქვენგან იმდენად მაღალ საფეხურზე ავა, შეიძლება აქეთ ასწავლოს სხვა ადამიანებს და გასცეს რჩევა დარიგებები. ფინანსები თებერვლის თვეში. ფინანსებში შეიძლება თავდაპირველად, როგორც გითხარით, იყოს პაუზა და ისე ინტენსიურად არ შემოდიოდეს ფინანსები, როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ ფინანსები შემოედინება რამოდენიმე გზიდან. თუ ახლა მხოლოდ ერთი არხი გაქვთ ფინანსების გახსნილი, თქვენთან ფინანსები დაიწყებს რამოდენიმე მხრიდან შემოსვლას და ახლა შეიძლება არც კი იცით ეს როგორ მოხდება, მაგრამ
ნამდვილად ელოდეთ ფინანსების შემოდინებას. ეს არ იქნება ძალიან დიდი გრანდიოზული თანხა, მაგრამ ნამდვილად იქნება სხვადასხვა სახის ფინანსური წარმატება ფინანსებში. თავდაპირველად, როგორც გითხარით, შეცვლით მიმართულებას, გადააფასებთ, რატომ მოხდა ასე, რაც მოხდა, რატომ ჩავარდით კრიზისში, გააკეთებთ დასკვნებს, გამოიტანთ რეზიუმეს, ჩაუფიქრდებით თითოეულ დეტალს, გაცნობიერებთ და აი დიდ დაგროვილი ცოდნით თქვენ მიხვალთ სწორედ დასკვნამდე რა უნდა შეცვალოთ და როგორ უნდა გაზარდოთ თქვენი ფინანსური ენერგია, ფინანსები და ნელ-ნელა დაიწყებს სწორედ აი ამ გაკვეთილის რაღაც გაკვეთილს გაივლით, რის შედეგადაც ფინანსები საკმაოდ ნელა, მაგრამ ძლიერად შემოედინება. თქვენ აუცილებლად ჩართავთ ემოციებს, გათიშავთ და გონებით, ლოგიკური აზროვნებით მიხვალთ აი იქამდე, რომ თქვენი ფინანსები და აი ის გაკვეთილი, რომელიც თქვენ არც თუ ისე მარტივი გაკვეთილი, რომლის გავლაც მოგიწევთ თებერვლის თვეში, თქვენ სიძლიერედ აქციოთ. ნახოთ რა იქნება პირადში, თებერვლის თვის პირადი თქვენთვის. პირადში სიახლე გელით, მეგობრებო, თუ ახალი ურთიერთობა გაქვთ, ნამდვილად სწრაფად განვითარდება, ემოციურად ძალიან სავსე იქნებით, შეიძლება პაიმანზეც დაგპატიჟოთ თქვენ მარჩეულმა, ყვავილები მოგართვათ, ან SMS-ი, სასიყვარულო SMS-ი მინიმუმ მაინც მიიღოთ ამ ადამიანისგან, თქვენი იქნებით ძალიან ემოციური, გახსნილი, გულგახსნილი და ნამდვილად იქნებით მზად, რომ მიიღოთ პოზიტიურად ახალი თავგადასავალი თქვენს რჩეულთან და ნამდვილად გელოდებათ ძალიან სასიამოვნო შეხვედრა, სასიამოვნო სასურველ ადამიანთან. რა იქნება პირადში? თუმცა შეიძლება რაღაც არჩევანის წინაშე დადგეთ, მეგობრებო, იმიტომ რომ მგონია, რომ რაღაც დიდი გაკვეთილი გაქვთ გავლილი უკვე პირადში და შეიძლება თქვენს და ამ მამაკაცს შორის იყოს რაღაც სხვაობა, ასაკობრივი შეიძლება იყოს ეს, შეიძლება რასობრივი სხვაობა იყოს, რელიგიური, რაღაც განსხვავება, შეიძლება ხასიათის შტრიხები იყოს განსხვავებული, თუმცა თქვენი გულები მაინც ერთობლივად დაიწყებს ძგერას და აი იმ განსხვავებაზე მეტად სულიერი კავშირი გექნებათ ერთმანეთთან, ეს იქნება როგორც ემოციური კავშირი, ასევე ძალიან დიდი ფიზიკური კავშირი ერთმანეთთან. და ვინც ახლა იწყებთ ურთიერთობას, მინდა გაგაფრთხილოთ, რომ შეიძლება აი ეს ურთიერთობა კარმულიც კი იყოს და კარმულიც კი აღმოჩნდეს. შეიძლება გადაამოწმეთ თქვენი რჩეული უკვე არ იმყოფებოდეს ურთიერთობაში, არც ეს არ არის გამორიცხული, რომ მას შეიძლება ჰქონდეს რაღაც უკვე სტაბილური. როგორ განვითარდება თებერვალში თქვენი პირადი ცხოვრება? ნამდვილად სასურველი ქალბატონი იქნებით ამ მამაკაცისთვის, ძალიან ცოცხლოვანი და ძალიან
მიზანდასახული, რომელიც ყველგან ბრწყინავს, მისთვის ძალიან გამორჩეული ქალბატონად აღიქმევით, როგორც გონებით, ასევე გარეგნობით ეს ადამიანი მენტალურადაც თქვენს შესაძლებლობებს დააფასებს და ძალიან ცეცხლოვანი, თებერვალი გელოდებათ, თუმცა მამაკაცი შეიძლება ცოტა მეტად ანალიზებდეს თავის თვითეულ ნაბიჯს თქვენთან გადმოდგმულს. ეს მამაკაცი საკმაოდ გამოცდილი მამაკაცი იქნება, შეიძლება საკმაოდ დაკავებულიც თავისი საქმეებით, მაგრამ მაინც თუ ახალ ურთიერთობაში გადიხართ, მეორე მინიშნება კვლავ იგივე ამოვიდა, რომ ეს მამაკაცი არ იმყოფებოდეს ქორწინებაში, მაინც ფრთხილად იყავით. და მინდა რჩევა თქვენთვის, როგორც ფინანსებში, მოდი ფინანსებში თქვენი რჩევა, არ დახარჯოთ ძალა და თქვენი ენერგია რაღაცის ახსნაში, არც სხვებთან და არც საკუთარ თავთან ჭიდილში არ დახარჯოთ, თუ ახალი შანსი გამოჩნდება, აუცილებლად უნდა თქვათ, თანხმობა უნდა განაცხადოთ და ყველანაირი სიახლე სიხარულით მიიღოთ. არის რაღაც, რის გადალახვაც მოგიწევთ, ფინანსებს და კარიერას ეხება ეს, შეიძლება აბსოლუტურად შეცვალოთ თქვენი ახლანდელი რეალობა, მაგრამ ეს ნამდვილად მოგიტანთ თქვენ წარმატებას და ნუ შეგეშინდებათ თქვენ სიახლის. აუცილებლად შეიძლება ეს იყოს ინტერნეტ მუშაობა იყოს, შეიძლება კომუნიკაცია გქონდეთ უცხოელებთან, შეიძლება ეს ქვეყნის დატოვება იყოს და სამსახურის ძიება ემიგრაციაში, მაგრამ ეს თქვენ ნამდვილად გამოგივათ, თქვენი რჩევაა წინ იაროთ და სიახლეებისკენ ისწრაფოთ და პირადში რჩევა თქვენთვის. პირადში კი რჩევა არის ასეთი, რომ სპონტანურად ნუ გადადგავთ ნაბიჯს, პირიქით გაანალიზეთ თითოეული თქვენი ნაბიჯი, დაუკვირდით, შეიცანით და ნუ იჩქარებთ, თუ ახალი ურთიერთობაა, ნუ იჩქარებთ და თუ ეს ურთიერთობა უკვე არის, თუ თქვენ ურთიერთობაში იმყოფებით და წენები გააქვთ პარტნიორთან დაკავშირებით, და რო გირჩევთ, რომ აი ეს წენები მოიშოროთ, თქვენ ნამდვილად არ ხართ გამოუვალ სიტუაციაში, აუცილებლად იქნება შეხვედრა აი თქვენს რჩეულთან, აუცილებლად იქნება კომუნიკაცია თქვენს შორის და ამაზეც იტყვით უარს, აუცილებელია, რომ აი ეს პირველ რიგში წენები გაუშვათ და თქვენ ბედნიერებისთვის ნამდვილად იბრძოლოთ. ეს გახლდათ ტარო პროგნოზი თებერვლისთვის. მე კი დაგელოდებით კომენტარებში, რამდენად რეზონირდა, ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვის დროებით.